ჯობას ვიტყვი იქნება ამჯერად მაინც შედგეს კავშირი, ეს უფრო სწორია ისედაც. დიახ, მესმის თქვენი ხმა. ხატია გითხარით თქვენ მთავარი კითხვები რაში მდგომარეობდა აი ამ თანხასთან დაკავშირებით გაზრდილი ბიუჯეტია შემოსული პარლამენტში და ფასხალძესთან დაკავშირებით ვნახე ეს დისკუსია რაც ილაპარაკა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აი რა პოზიცია ჰქონდა დღეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხელისუფლებას მივხვდი რომ მას ცოტა გაუჭირდა აი პასუხების გაცემა და ახსნა იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებების რომელიც შემოგთავაზა ქართულმა ოცნებამ კი, ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდა მინისტრის მოადგილე, ხა ბატონ კაკაურიძე გამოცდილი ადამიანია, იგი ჩვენი წინა ხელისუფლების პირობებშიც მუშაობდა, ტექნიკური პარამეტრები ძალიან კარგად ესმის, მაგრამ სამწუხაროდ არ იცის როგორ გაამართლოს და პოლიტიკურად როგორ ახსნას, რა თქმა უნდა, ის მძიმე გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღო ხელისუფლებამ. ეს არის ბოლო, სხვათა შორის დავიწყებ იმით, რომ პირველი რაც დაადასტურა კაკაურიძემ, ეს არის ის, რომ სების გადაწყვეტილების გამო, ანუ საქმე ეხება ეროვნული ბანკის ხალხთან თურნავას რუსული გადაწყვეტილების გამო შეჩერდა სავალუტო ფონდის მისიის საქმიანობა საქართველოში. მან დააკონკრეტა, რომ ეს არ არის შეწყვეტა, ეს არის შეჩერება, მაგრამ ესეც არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. პირველი ოფიციალური დასტური ჩვენ დღეს ჩვენი ჯგუფის შეხვედრაზე, განხილვაზე მივიღეთ, რომ ზუსტად ეროვნული ბანკის საბჭოსთან და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იყო ეს მისია, არის მისია შეჩერებული. ეს ერთი. მეორე, ნუ ზოგადად ხა თავარი რა არის ხო ფორმულა რომ ჩვენ ხელისუფლება გვეუბნება ღარიბაშვილი გვეუბნება რომ არის გაზრდილი ეკონომიკა ამ დროს ადამიანები არიან უმძიმეს გაჭირვებაში ამ დროს როდესაც სოციალურ პროგრამებზე მართლა ძალიან ბევრი უნდა იხარჯებოდეს როდესაც ადამიანების ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის და ოჯახების ეკონომიკური დოვლათისთვის უნდა იხარჯებოდეს ძირითადი ეს შემოსავლები რაც არის ბიუჯეტში ძალიან მნიშვნელოვანი სხვადასხვა მიმართულებით ხო ჩვენ რას ვხედავთ? ანა, თქვენ გახსოვთ, რომ წინა ხელისუფლების დროს, აი ეს ამ ხელისუფლების წარმომადგენლები, ყოველ შემთხვევაში ივანიშვილის, ესე ვთქვათ, გარემოცვა, აკრიტიკებდნენ წინა ხელისუფლებას, რომ პოლიციაზე და უსაფრთხოებაზე იხარჯებოდა ძალიან დიდი რაოდენობით ბიუჯეტი. ეხლა მე გეტყვით, რომ 2016-დან 2023 წლამდე დაახლოებით 9 მილიარდით არის გაზრდილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუსის ხარჯები. სამინისტროს და დამატებით კიდე სუსის ხარჯები. 70% არის გაზრდილი სუსის ხარჯი, ანუ მაშინ საერთოდ ცალკე დეპარტამენტი იყო და ეხლა საერთოდ ცალკე დიდი სამსახურია და ათასობით ადამიანი დაემატა და მე გეტყვით რომ კიდევ უფრო მაშინ როდესაც ხა ჩვენი კამათი რას მოყვა ბატონ კაკაურიძესთან ადამიანები ტოვებენ პოლიციას ანუ 600-700 ერთეული ზრდიან ვაკანსიას ხო ეხლა ადამიანები უნდა დაამატონ პოლიციის სამსახურში ჩემი მოსაზრებაა რომ ეს ადამიანები ჭირდებათ მანიფესტაციასა და პროტესტს ჩვენ საცემართ ანუ ძალიან მარტივად ვხსნი ამას იმიტომ რომ ვაკანსიები არის პოლიციაში 1800 ხელფასი აქვს პოლიციას პატრულს და იმის მაგერად რომ ეს ხელფასები გაზარდონ ადამიანებს ამატებენ იმიტომ რომ ცემონ პროტესტზე ადამიანები ხო და ეხა ეს პატრულები დეტექტივები სამმართველოს უფროსები მექსიკის გავლით მიდიან ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩემი კითხვა იყო გოცო ხელფასი გაუზარდეთ ამ ადამიანებს პოლიციელებს რატო ამატებთ 701 20 მილიონი გვიჯდება ჩვენ ეს 20 მილიონი მე დავუსვი მარტივი კითხვა მას როდესაც სუსზე და შსს-ზე არის გამოყოფილი ამხელა თანხა, ხა მე არ მესწავლება პოლიციის, ნამდვილად თანამედროვე პოლიციის პატივისცემა, ნამდვილად ჩემი კრიმინალური იუსტიცია არის ერთ-ერთი ჩემი პროფესიის ძირითადი შემადგენელი, მაგრამ ნახეთ, სოციალურად, როდესაც საუბრობ სოციალურ პროექტებზე ღარიბაშვილი და გადავალ სტუდენტებზე, ეს საკმაოდ უცნაური შელაპარაკება და საუბარი იყო. მე დავუსვი მას კითხვა, რამდენი რეა მობილია საქართველოში? ანუ სამაშველო ვერტფრენი არ გვყავს, ხო? ანუ არ გვყავს, იმიტომ რომ 9 მილიარდით გაიზარდა ამ 6 წელიწადში ეს თანხა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამაშველო ვერტფრენი არ გვყავს. ანუ იმის მაგივრად რომ ჩვენ ვერტფრენი შევიძინოთ, რომ კაცმა არ იცის, ასე ჩვენს გეოგრაფიაში რომ შეიძლება მართლა რაღაცა მნიშვნელოვანი ძროები მოხდეს, რაღაცა კიდე კატასტროფები იყოს, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ბევრი დიდი რაღაცა მომზადება უნდა გავიაროთ, ხო? იმის მაგივრად ხალხს ამატებენ, 700 პოლიციელს ამატებენ სპეციალურად
რაზმს იმისთვის, რომ ადამიანებს უტყან და ცემონ ქუჩაში, ეს ერთი 20 მილიონით. ანუ დაამატონ კიდე ფული და ვერტფრენი შეიძინონ, ხო? ეხლა ვკითხე რომ რეა ნობიბილი რამდენია საქართველოში? ვერტფრენზეც ნახე, პასუხი არ ვიცი თქვენთან იყო თუ ნაცებთან ხატია, მანქანა არ არის, ხო, ესეთი კომენტარი იყო, რომ აი დაჯდეთ და წამოიყვანო და შოვზეც ჰქონდა მას მცირე კომენტარი, ოღონდ არ ვიცი რატო იყო საჭირო, ხო, ეს ჩვენთან არის, ხო. არ ყოფნით მოკლედ მოთმინება ხელისუფლებას, რომ მათ მიერ წამოწყებული გამოძიება, რომელიც სულ სხვა მუხლით მიდის და არასათანადო მუხლით ჯერ ერთი ეს მთავარი ამბავია, დაელოდონ ამას, ხო, აი მინიმალური ფორმალობა არის, რომ არ ილაპარაკო აი ამ პროცესზე საერთოდ. დიახ, გისმენთ ხატია. არა, მე ჩვენთან არ უთქავს ეგ სხვა კომიტეტზე თქვა თუ არ ვწდები, მაგრამ მე ძალიან მარტივად ვკითხე, რომ ვერტფრენი იყიდეთ ამხელა თანხების დახარჯვას, რაში ხარჯავენ ამ თანხებს და კიდევ ვიმეორებ, კაცო პოლიციელები გარბიან. გარბიან 1800 ლარზე მიმტკიცებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, რომ მას შეუძლია იარსებოს და ვერ არსებობს. 9 აპრილის დაზარალებულებისთვის არის 22 ლარი გამოყოფილი და 22 ლარი რაში უნდა იყოს? მე არ ვამბობ, რომ ეს ძირითადი შემოსავალია ამ ადამიანების, მაგრამ ეს ადამიანები სულ გვიკავშირდებიან და გვეუბნებიან, რომ ამხელა ათასობით მილიონები იხარჯება და ჩვენც გაგვიზარდონ ეს დახმარება, იმიტომ რომ ჩვენ მოგვაკლდა მარჩენალი ოჯახი მაშინ და ესეც იყო ჩემი ერთ-ერთი თემა და რეანიმობილებზე მინდა გადავიდე. ვერტფრენი ხო არ ყავს და 22 რეანიმობილი ყავს საქართველოს მთელი მასშტაბით. აქედან 7 ჩვენი პარტნიორების მიერ ნაჩუქარია. აქედან მაგალითად ონში რეანიმობილი არ იყო, ყვარელში რეანიმობილი არ არის, ადამიანებს ჭირდებათ რეანიმობილი, ამბროლაურში რეანიმობილია, საავადმყოფოა, მაგრამ კატასტროფის ბრიგადები არ ყავთ და ადამიანები ვერ მიყავთ, რომ იქ რაღაც რო დაემართება ადამიანს, ვერ მიდიან ამ საავადმყოფოში და რეანიმობილით ქუთაისში მიყავთ. აი ესეთი ეს არის სიტუაცია და ეხლა მე მართლა მაინტერესებს, რა საჭიროა სუსზე, რომელიც ძირითადად ფარცხალაძე როგორ დაიცვას, იმაზე ორიენტირებული ამხელა თანხა და მე მომიბრუნდება მე ფინანსთა მინისტრის მოადგილე და მეტყვის, რომ ირაკლი ღარიბაშვილს თურმე არ უთქვავს ის, რომ სტუდენტები დაფინანსდებიან და საიდან თქვაო, ეხლა ბიუჯეტიდან კი არ გავაო ეს თანხაო. ანუ როგორ გავა? ჩემი კითხვა იყო, რა ვიცი, ეხლა ბატონი ის გადაიხდის ფინანსთა მინისტრის მამა ამ თანხას, თუ ვინ უნდა გადაიხადოს ეს თანხა? ვერც ერთ კითხვაზე ვერ მიპასუხა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ფარისეულობა გაბერილი ბიუჯეტი, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია წინასაარჩევნოთ. ეხლა 600 პოლიციელი რა შეჭirdებათ? ეს არის წინასაარჩევნოთ ადამიანების მომზადება, რომ დეტექტივებიო გვინდაო და პატრულ ინსპექტორებიო და პატრულ ინსპექტორებს 2000 ლარზე მეტი რომ ისცენ ხელფასი, უფრო დამაგრდება ის ადამიანი თავის იმაში, რა ქვია, სამუშაო ადგილზე, ვიდრე გაიქცევა მექსიკის გავლით ამერიკის ეს განცხადება ძალიან საყურადღებოა, რომელიც ჰქონდა კაკაურიძეს, ხელისუფლებას დღეს პრაქტიკულად სქემა წარმოადგინა, ხო, აი როგორ მოხდება, თუ მოხდება ამ დავალიანებების ჩამოწერა. არავის უთქვამს, რომ ბიუჯეტიდან მოხდება 40 მილიონი ლარის გადახდა, გაუნულდება, ნიშნავს, რომ ვალი აღარ ექნება და ანუ ხატია რა გამოჩნდა, რომ რაღაც ღარიბაშვილი, რაღაც იმიტომ, რომ რაღაც ვითომ რეაბილიტაცია მოეხდინა მისი ამ გადაწყვეტილების და ამბავის, აი უცბად გამოდის, აცხადებს ესეთ ამბავს, ანუ აქ მცდელობა რომ გადაფაროს ის ჩარტერის თემა და ამ დროს ფინანსთა ხო, ამ დროს აი ეს ამბავი საერთოდ არ არის გავლილი შესაბამის უწყებასთან, რომელმაც ეს თანხა უნდა მოიწიოს, გაწეროს, ხო, ეს ხო არ არის ესეთი მარტივი ამბავი, ხო, ან რაღაცას უნდა მოაკლდეს, ან ასე შემდეგ, გაიწეროს შესაბამისად. აი ეს რაღაცა ფორსირებულობა გამოჩნდა. კი, მესმის, კი. არა, ტყუილი გამოჩნდა, მაგრამ მე ხა არ მიყვარს პოპულისტური რაღაც, ესე ვთქვათ, წიაღსვლები და ძალიან მარტივად ავხსნი. სტუდენტ სტატუსში შეჩერებული სტუდენტები 30000, ანუ თან მე მომადგა ბატონი კაკაურიძე თქვენ დროსო, ანუ მე განათლების მინისტრი რო ვიყავი, რამდენი იყო, ხო მე ზუსტად არ მახსოვდა ციფრი, მაგრამ გაცილებით ნაკლები იყო, ნახევარზე უფრო ნაკლები იყო, თუ თვითონვე დააზუსტა რომ 12000 იყო, მაგრამ მე არ გამოსულა მაშინ და არ მithქვავს რომ ყველას გადაუხდიდი, სახელმწიფო ყველას გადაუხდიდა, ხო? ჩვენ დიდი ხანია ვითხოვდით ოპოზიციიდან, ბევრი რომ რაღაც დავეხმაროთ ამ სტუდენტებს, რა ვიცი, შევთავაზოთ დასაქმება, შევთავაზოთ რაღაცა სპეციალური სუბსიდიას თუ როგორ, მაგრამ
არც ერთხელ ყური არ შეუბერტყია ხელისუფლებას. გამოვიდა ფარცხალაძის და თავისი ჩარტერის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის და დააბრეხვა, რომ ჩვენ ეხა გადავიხდით ამ სტუდენტებს. მე რა აღმოჩნდა? აღმოჩნდა, რომ არ არის ბიუჯეტში ეს თანხა, 40 მილიონი სჭირდება. არ წერია ბიუჯეტში. დაიბარეს უნივერსიტეტები და უთხრეს, რომ აი ხა თქვენ ეხა გადაიხდით 80%-ს, 20 ჩვენ გადავიხდით. ოღონდ X სტუდენტ შეჩერებული სტატუს შეჩერებული სტუდენტებიდან ანა აი რო გავმარტოთ არის ბევრი ვისაც სპეციალურად აქვს შეჩერებული სტატუსი ანუ ნაწილი ესეთია ზოგი საზღვარგარეთ არის წასული ზოგი მუშაობს და აღარ ქონდა დრო მაგრამ სიღარიბის გამო არის ძირითადად რა თქმა უნდა მაგრამ ბევრი ისეთია რომელსაც თავის სურვილით აქვს ანუ უნივერსიტეტს ავალდებული ერთი ეს არ აქვს დაანგარიშებული ანუ რამდენია სიღარიბის გამო სტატუსი რამდენს აქვს შეჩერებული მე უნივერსიტეტს ავალდებულებენ რომ შენ ხა ეს გადაიხადე და რა ვიცი რა მნიშვნელობა აქვს რატო აქვს სტატუსი შეჩერებული სტუდენტ ზოგს იმიტომ აქვს ზოგს და ზოგი ხა სიღარიბის ანუ ეს იყო პოპულისტური აი ტყუილი მატყუარა ფარისევლური განცხადება და მე გამოდის ფინანსთა მინისტრის მოადგილე რომ მან იცის რომ ციფრებში ეს არ წერია არსად მე ვითომ გაიჟღერა რომ რაღაც ფონდიდან ხელის სამთავრობო ფონდიდან დაიფარება როგორ დაიფარება 40 მილიონი სამთავრობო ფონდიდან ანუ დაიბარეს უნივერსიტეტები უთხრეს რომ 80% ხა 20% ესო მოგებაო თან მიმკიცეთ კაცო მოგება როგორ არის უნივერსიტეტისთვის მოგება როგორ არის ის თანხა რომელიც მან უნდა გადაიხადოს იმიტომ რომ სტუდენტი აღარ სწავლობს იქ ხო მე საუბრობ იმაზე ვისაც სიღარიბის გამო არ აქვს სტატუსი შეჩერებული ანუ აქ მთავარი ამბავი რა არის ხატია რომ დიახ მთავარი ამბავი რა არის რომ რეალურად დასჭირდა ღარიბაშვილს ამ განცხადების გაკეთება რომ ამას მე ეიფორიული პროცესები მოყოლოდა Facebook-ში ტროლების ბოტების რაღაც შესაბამისი კამპანია და როდესაც მიდგა საქმე ციფრებზე მოვიდა კაკაურიძე რომელსაც ციფრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ჩვევია წლების განმავლობაში და უბრალოდ ამ ადამიანმა თქვა რომ აი რანაირად ეხა ბიუჯეტიდან ამას ჩვენ როგორ დავფარავთ ხო ეს წარმოუდგენელიაო ანუ ძალიან კარგად გაირკვა სიმართლე რა არის ამ ყველაფერთან დაკავშირებით არა, სამ თვეში გაირკვევაო, თან ჩვენ გვითხრა, ეხა სტრიმი იყო ძალიან ასე კარგად შეიძლება ამის ნახო, სამ თვეში გაირკვევა, დაიფარება თუ არა, არც იციან, დაანგარიშებულიც არა აქვთ. რამდენია მართლა სიღარიბის გამო შეჩერებულია, სამ თვეში ან დაიფარება, ან სამ ბატონობას უთხრა, რომ სამ თვეში ნახავთო, დაფარულით იქნება თუ არა, რას ნიშნავს სამ თვეში ნახავთ. ანუ პრემიერ-მინისტრი ესე აბრეხვებს რაღაცებს, იმიტომ რომ ფარცხალაძე და თავისი ჩარტერი გადაფაროს, იმიტომ რომ გამოძიება იყო და მე ეს ხა სტუდენტებს ვერ გაუგიათ. ანუ ზოგი სტუდენტია, მაგალითად, რამდენიმე ჩემი სტუდენტია, რომელიც საზღვარგარეთ მიდის და შეჩერებული აქვს სტატუსი. ხა ამის ეს ხო გაანგარიშებული უნდა იყოს ხო სიღარიბის გამოა თუ რის გამოა, მაგრამ თავარია რომ არაფერი არ იფარება. ვინცაც ხელებს გადაუგრიხავენ უნივერსიტეტებს, იმ უნივერსიტეტებს კი დაავალდებულებენ და რაღაცა ჩამოაწერენ. ვისაც არ გადაუგრიხავენ, კი თქვენ ხედავთ რომ ეს სტუდენტები კვლავ დარჩებიან, ვისაც სიღარიბის გამო აქვს სტატუსი შეჩერებული გარეთ. ძალიან დიდი მადლობა ხატია დაგემშვიდობები, ხატია დეკანოიძე საუბრობდა დღის